სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროება არის სტატუსი, რომელიც გულისხმობს სწავლის სირთულეების მქონე მოსწავლეებისთვის ინდივიდუალურ საჭიროებებზე მორგებულ მომსახურებას. სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლის სტატუსი ენიჭება იმ პირს ან მოსწავლეს, რომელსაც აქვს სწავლასთან დაკავშირებული სირთულეები, რომელიც შესაძლოა განპირობებული იყოს ინტელექტუალური დარღვევით, სწავლის უნარის დარღვევით, ქცევითი და ემოციური სირთულეებით, გრძელვადიანი ჰოსპიტალიზაციის საჭიროებით, სოციალური ფაქტორებით გამოწვეული სირთულეებითა და სხვა. სტატუსი არის საშუალება სკოლაში მოსწავლემ მიიღოს დამატებითი სარგებელი და მხარდაჭერა სასწავლო გარემოში ეფექტიანი ინტეგრაციისთვის. სტატუსის დადასტურების შემთხვევაში თითეული მოსწავლისთვის განათლების სამინისტრო უზრუნველყოფს სკოლაში შესაბამისი ადამიანური, მატერიალური თუ საგანმანათლებლო რესურსების ხელმისაწვდომობას. სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლის სტატუსის მიღების მთავარი სარგებელი მოსწავლისთვის ინდივიდუალიზებული მხარდაჭერის მიღებაა. სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების სტატუსის საფუძველზე მოსწავლეს აქვს შესაძლებლობა ისარგებლოს მის ძლიერ მხარეებსა და საჭიროებებზე მორგებული სასწავლო გეგმით, მასზე მორგებული სწავლის სტრატეგიებით, აქტივობებითა და რესურსებით, დასწრების ინდივიდუალური განრიგით, სხვადასხვა სპეციალისტის მომსახურებით, როგორიცაა სპეციალური მასწავლებელი, ფსიქოლოგი, ასისტენტი და სხვა, ასევე საჭირო დამხმარე საშუალებებით. სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების დადასტურება ხდება ფსიქოსაგანმანათლებლო შეფასების შედეგად, რომელსაც ფსიქოსაგანმანათლებლო შეფასებისა და კონსულტირების სპეციალისტი ახორციელებს. მოსწავლემ აღნიშნული სტატუსი შესაძლოა მიიღოს ხანმოკლევადით ან ხანგრძლივად, რაც დამოკიდებულია მოსწავლის მიღწეულ სწავლის შედეგებზე. რომ შევაჯამოთ, სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების სტატუსი მხოლოდ სარგებლის მომტანი უნდა იყოს მოსწავლისთვის და არ უნდა გახდეს სტიგმატიზაციის საფუძველი. ის უნდა ემსახურებოდეს მოსწავლის განათლების ხელმისაწვდომობასა და თანაბარ თანამონაწილეობას.